ეს ვერ იცავდა შუბიმისგან, ისრისგან, რა, კინოებში გინახეთ. გიორგი სააკაძე რო გამოვა და ისე თოიჭებს, მაგრამ იყო ისეთი, ანუ ეს წნები ჯაჭვის წინ ეხლა ეს თანამედროვეა იყო. ორმაგი, სამაგი, ექვსმაგი, ზოგი ისეთი იყო, რომ მართლა ის არის კი ვერ ატანდა, მაგრამ აი მინდა ნასროლი რა ქვია, ის არის ხრიტავდა რა, თვითონ ამას. მაგრამ ესე არ იყო, ტიტულატანზე არ იცმევდნენ, იცმევდნენ სქელი თექის რაღაცა იყო, ანუ დარტყმა მიიღო და ჩაეყლაპა. და ესეთ ჯავშნებს რა, კაიფი როგორ რა, კარგი ის აქვს რომ მოქნილია ადვილად მოძრაობში, მაგრამ სამაგიეროდ ნაკლებად დაცული ხარ. შუა საუკუნეების ზრუა ვიყოთ, რა ქვია. ჯავშნები უფრო მოუხეშავი იყო და ესე ადვილად ვერ ამოქმედებდა. თან ამითი გინდა ცხენზე დაჯექი, გინდა ფეხით იყავი, ჩვეულებრივ. რა შევდივარ ძირითად იაფში. ხმალი შემილი ამოიღო გამაყოთ. ნახეთ. ეს არის თანამედროვე გაკეთებული ძველის ანალოგია და ეს ჯავშანი ვის და მე იმის ლინკს ვიდეოს აღწერაში ჩავალ. ანუ ხმალი იყო ბრძოლაში აუცილებელი. ხანჯალი ჰქონდათ ესეთი როგორ უფრო პოტარა რა. ხანჯალი არის თათული სიკავი, არა ქვია ქართულად აი ამ პატარა იარაღს ქვია სატევარი. ანუ ხმალი და სატევარი ჰქონდათ. თუ შუბი არისო, მომათი შუბი.